და რო ვერაფერს ვერ აკლებდა ამ ხელა განდრო ტაძრებს და ვერ ანგრევდნენ, ხდებოდა შეურაცხყოფა ამ ტაძრების, რითი რომ ილესებოდა მათ ქვებზე, ეკლესიის ქვებზე ხმლები. აი ეს არის ხმლების ნალესები. ხმლების ნალესებია ესენი სულ. შეიძლება არ განასულიყო ქვა მაინც ხმალი ამით მაინც და მაინც, მაგრამ ამ ხდება შეურაცხყოფა მაინც. აი ეს ბოლმა ამოენთხეთ შევხათ რა ოფეშად. კი. რო ვერ დაანგრევდნენ ახალტადას და მაგის დრო ქონდა ეს ხმლება ქოთ ამეთი ავწრებდნენ ჩვენ წმენას. აი, ასე მოვიდა დედა ეკლესია ჩვენამდე, დაჭრილი, მაგრამ მზიანი, წმინდანთა სისხლით გაპოხილი და შეურყვნელი, მართლმადიდებლური, ერთიანი და დაუნაწევრებელი. ისე არ მოსხდებია Jamon mtrisani თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ამ წვალებელთა შესაკრებელში შევასალოცავად სასულიერო პირი განიკვეთოს და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. დღეს ხვაგვარი წვალებლური ბრძოლაა გამფენილი მთელს ქვეყანაზე. თუ გნებავთ გაიხედეთ გონების თვალი და დაინახავთ მთელ ცისქვეშეთს ამ ბრძოლაში დაჭრილებით ავსებულს. რადგანაც არა მარტო მწვალებელს, არა მარტო მემრუშეს, სიძველთა და მსგავსი უწესობის მოქმედთა მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ იმათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში. რამე თუ უტყუარია სიტყვა, რომელი შეეხოს ფისსა გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამ პარტავანსა მიემსგავსოს მას. დღეს ყოველ მხრივ გაისმის სიტყვა მშვიდობა. თითქო ყველანი მშვიდობის დასაცავად შემართულან. ეს ისტერიული ხმები უმეტესწილად იმ ადამიანთაგან გაისმის, რომლებიც ან შორს დგანან ჭეშმარიტი ქრისტიანობისაგან, ან და პირიქით, აშკარად ემტერებიან ქრისტეს ეკლესიას. სადაც საღმრთო სიმართლე არ არის, იქ არც ნამდვილი მშვიდობა შეიძლება იყოს. მსოფლიო გლობალიზატორების მიზანია ყველა ეროვნული და რელიგიური განსხვავების მოსპობა. კაცობრიობის ხელოვნური ერთიანობის მიღწევა ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის გზით, რომელშიც ყველასათვის საერთო რელიგია ანტიქრისტეს რელიგია იქნება. სწორედ ამას ემსახურება ეკუმენიზმი, ჭეშმარიტების თანამედროვე, პირველი მტერი. მე-19 საუკუნეში წმინდა ანტონ ჭყონდიდელმა კათოლიკებთან საუბრისას წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა და აღნიშნა: როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმება ისე რომ ერთმანეთში არ გაერიოს, ეგრევე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლობით მოძღვრებებს, ისე რომ ერთი მეორეს არ გაერიოსო. მე-4 საუკუნის დიდი ღვთისმეტყველი წმინდა გრიგოლი კი ამბობს: გადაიტანეთ ყოველი ნაკლულევანება, რომელიც ქონებასა და სხეულს შეეხება. მხოლოდ ერთს ნუ მოითმენთ, იმას რომ ნაკლულევანება განიცადოს სწავლება ღმერთზე. და აი, დაჭრილმა მზემ კიდევ ერთხელ იფეთქა საქართველოს ცაზე. 1997 წლის 20 მაისს საქართველოს ეკლესია პირველი გამოვიდა ეკუმენისტური ორგანიზაციებიდან, ხოლო 1998 წლის 8 ოქტომბერს მოახდინა ეკუმენიზმის ეგიდით მწვალებლებთან დადებული ზემოაღნიშნული შეთანხმებების ანულირება. სინოდალური განჩინებებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დოგმატურსა და კანონიკურ დონეებზე განიწმინდა ყოველგვარი მწიკლისა და ნაოჭ ბრძლვისაგან და არის წმინდა და უბიძო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ძალისხმევით საქართველოს დედა ეკლესიამ გადააგდო 30 წლოვანი ეკუმენისტური უღელი. მთელ მსოფლიოს დაანახა მზიური ძალაყრილობა და ღვთის წინაშე იქცა მართლმადიდებლური სიწმინდის ბურჯად. დღესდღეობით სასულიერო პირთა და მოქმედ ეკლესია მონასტერთა რიცხვი არნახულად იზრდება. 38-ს მიაღწია ეპარქიათა რაოდენობამ. წირვალოცვებზე ტევა არ არის და ეს მაშინ, როცა სიღარიბისა და სიდუხჭირის გამო საქართველოდან 2 მილიონამდე კაცია გასული საზღვარგარეთ ლუკმა პურის საშოვნად. ახლა ხომ თანხმებით, რომ საქართველო დაჭრილი მზეა. დაჭრილი, მაგრამ მაინც მზე. Genatsa